ევროპაში ნერვიულობენ ოვალურ კაბინეტში ჩაშლილი მოლაპარაკების შემდეგ, სადაც როგორც მედია წერს უკრაინის პრეზიდენტს თეთრი სახლის დატოვება მოსთხოვეს ზელენსკის დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა უმასპინძლა. ევროპელი ლიდერები უკრაინას მხარდაჭერას უცხადებენ. საფრანგეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ მესამე მსოფლიო ომს ეთამაშება პუტინი და არა ზელენსკი. მაკრონი მზად არის ევროპისთვის ბირთვული შეკავების საკითხზე დისკუსიის დასაწყება და აცხადებს, რომ თუ ევროპას თავდაცვისა და ბირთვული შეკავების საკითხში გაცილებით დიდი ავტონომია სურს, მისმა ლიდერებმა ამ თემის განხილვა უნდა დაიწყონ. ევროკავშირში საერთო პოზიციაზე შეთანხმება უჭირთ. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი გაერთიანებას მოუწოდებს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დაიწყოს პირდაპირი მოლაპარაკებები რუსეთთან. პარალელურად კი უკრაინამ და დიდმა ბრიტანეთმა ხელი მოაწერეს თავდაცვის საჭიროებისთვის განსაზღვრული 3 მილიარდი დოლარის ოდენობის სესხს, რომელიც გაყინული რუსული აქტივებიდან დაიფარება. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დარწმუნებულია, რომ ტრამპის ადმინისტრაციას ომის დასრულება სურს. ევროპა კი ომის სახით ბანკეტის გაგრძელებას ითხოვს. გადაცემის მომდევნო სტუმართან ვისაუბრებთ გავლენათა გადანაწილებისა და მსოფლიო პოლიტიკის შეცვლის ტრამპის EU სტრატეგიაზე. რომან კაკულია შემოგვიერთდა სტუდიაში. ბატონ რომან, საღამო მშვიდობისა. საღამო მშვიდობის. ბატონ რომან, ძალიან საინტერესო და მძიმე პროცესის მომსწრენი ვართ, რასაც უყურებთ ბოლო დღეების განმავლობაში. თვალსაჩინებთ ისტორიულ პროცესს, შეიძლება ასეც შეფასდეს, გავლენების გადანაწილებას, მსოფლიო პოლიტიკის შეცვლის მცდელობას ერთის მხრივ და ამ მცდელობებში ყველა დიდ მოთამაშეს, რა თქმა უნდა, ბუნებრივია აქვს თავისი ინტერესი. საინტერესოა თქვენ როგორ ხედავთ, თქვენი შეფასება როგორია, ვინ რა ტიპის სტრატეგიით თამაშობს აი ამ გლობალურ საჭადრაკო დაფაზე? დიდი მადლობა, მივესალმები ჩვენს მაყურებელს. მეც ვუერთები მილოცვას დედების მიმართ და ყველას. ძალიან დიდი მადლობა, მეც ვუერთები თქვენს მილოცვას კიდევ ერთხელ. ეს შეკითხვა ახლა ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვაა დღეს, იმიტომ რომ იცით რაშია საქმე, უკვე დაიწყო ის პროცესი, რომელიც შეუქცევადია და ამ პროცესია ეს ახლა ჩვენ ყველანაირად უნდა შევეცადოთ, რომ დავინახოთ გენეტიკა ამ პროცესის, იმიტომ რომ ხა იქ რაც მოხდა, ბევრი კომენტარი გაკეთდა ამასთან დაკავშირებით და ეს მოვლენები არა მარტო ტრამპის და ზელენსკის შეხვედრა, საერთოდ ეს ომი ხასდება ისტორიულ კონტექსტში, გეოპოლიტიკურ კონტექსტში, ვიღაც რელიგიურ კონტექსტში ახასიათებს ვიღაც სამხედრო საქმის კუთხით და მთლიანობაში ერთიანი დანახვა არის ამ ყველაფრის საჭირო და მე ვეთანხმები იმ შეფასებას, რომელსაც მხოლოდ ჩემი არ არის, მაგრამ ძალიან კარგად დღეს, რომ ეს არის სამოქალაქო ომი დასავლური ცივილიზაციის შიგნით, რომელიც კულტურული დაპირისპირების სამხედრო დაპირისპირებაში გადაზდამ გამოიწვია. მე გეტყვით, რატომ არის ეს დეფინიცია მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მაგის გარეშე ასეთი სიმძაფრე დაპირისპირებების ვერ აიხსნება. კულტურული დაპირისპირებაა ის უმძიმესი დაპირისპირება, რომელიც იწვევს ხოლმე ასეთ სიმძაფრეს. იმიტომ რომ, როდესაც ომზეა ლაპარაკი, ომთან იმ წუთასვე არის დაკავშირებული გმირობა, თავგანწირვა და ასე შემდეგ და იდეოლოგიური დაპირისპირება, როცა ადამიანები შეხედულებისათვის წირავენ ხოლმე თავს, ეს მსოფლმხედველობრივი დაპირისპირების დროს, კულტურული დაპირისპირების დროს გაცილებით ძაფრდება ეს ამბავი. ეხლა ეს შესავალი ვიღაცა შეიძლება მოეჩვენოს რაღაცა ზედაპირულ საუბრად, მაგრამ არ არის ეს ასე, იმიტომ რომ ჩვენ ეს ზუსტად გადმოგვდის მე აქ შიგნით. ეს კულტურული ომი გვაქვს ჩვენ შიგნითაც და იმ კულტურული ომის შინაარსს თუ ვერ ავხსნით, ვერც იმას მივხვდებით აქ რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ. საქმე იმაში გახლავთ, რომ აი დღევანდელი მსოფლიოს შეფასებაზე, ხო, ბევრი პოლიტიკოსი, პოლიტოლოგი წერს. დღევანდელ მსოფლიოს რა სახელი დავარქვათ, ერთი წინადადები ძნელი გამოსათქმელია ეს, მაგრამ მე ასევე ვეთანხმები იმ შეფასებას ამ კულტურული ომის გარდა, რომ ჩვენ მივიღებთ მსოფლიო, სადაც უფლებების დომინირება მოხდა მოვალეობებზე და პასუხისმგებლობებზე. აი მსოფლიო გვაქვს ჩვენ. სადაც რატომ მოხდა ეს კულტურული დაპირისპირება, მოუკისმნა და ასე შემდეგ. იმიტომ რომ აი ეს დაპირისპირება, სადაც ჩვენ უფლებების დომინირება მივიღეთ მოვალეობებზე, მე გვაძლევს პოზიციებსაც. აი დაუკვირდით უკრაინის პოზიციის გამმართველები როგორ აყენებენ საკითხს. ქონდა თუ არა უკრაინას უფლება, რომ გამხდარიყო ნატოს წევრი? უფლება. რა თქმა უნდა, ქონდა. ქონდა საქართველოს უფლება გამხდარიყო ნატოს წევრი, რა თქმა უნდა, ქონდა. მაგრამ პასუხისმგებლობა მეორე ხარისხოვანი ხდება. ანუ პასუხებს, შედეგებზე პასუხს ვინ აგებს. ეს მთელი ფილოსოფია, რომელიც წლების განმავლობაში აი უფლებების დომინირებამ
თავისთავად მოიტანა მოვალეობათა უკანა პლანზე გადატანა, რომელიც შემდეგ ყველაფერში აისახა და ეხლა ჩვენ თუ დავაკვირდებით მემარჯვენე მოძრაობები რატომ მოდის წინა პლანზე? რატომ მოდის? ეს იმიტომ მოდის წინა პლანზე, რომ იცით რა შეა საქმე ხა, როგორც ცხოველები და დაუშვათ ფრინველები გზნობენ ხოლმე დაუშვათ ბუნებრივი კატაკლიზმების მოახლოებას ინტუიციით, როგორც ჩანს ადამიანთა კოლექტიური ქვეცნობიერიც გზნობს ომის მოახლოებას, ომის საფრთხის ზრდას და ომის საფრთხის ზრდა ავტომატურად იწვევს გააქტიურებას იმ ფიქრების, როდესაც შენ საზოგადოების კონსოლიდაცია გჭირდება. მაგის გარეშე გამკლავება პრობლემების მიმართ ვერ ხდება. ამიტომ ახლა როდესაც ტრამპი საუბრობს დაუშვათ იმ ღირებულებებზე, რელიგიაზე და ასე შემდეგ, ეს მხოლოდ შეხედულებითი ნაწილი კი არა, ეს პრაგმატული გადაწყვეტილებას არის, იმიტომ რომ თუ ჩვენ შევდივართ სოფლიოში, რომელსაც ერთმანეთთან დაპირისპირება შეიძლება მოუწიოს და ომის ალბათობა იზრდება, მაშინ უბრალოდ ლიბერალიზმი ვერ გამოდგა იმ გამაერთიანებელ მექანიზმად, რომელსაც შეიძლება მოახდინოს კონსოლიდაცია ნაციის, ერის, გენდათ ცივილიზაციის, რომელსაც შეუძლია დაპირისპირებაში შევიდეს, იმიტომ რომ მთელი ეს ფილოსოფია, როდესაც მე ვამბობ, რომ ეს არის კულტურული ომი, შეხედულება დაფუძნებული ინდივიდის დამოუკიდებლობაზე და თავისუფლებაზე ძალიან ლამაზი მოსასმენია და ძალიან ამბიციური პროექტი იყო, მაგრამ ყველაფერი ეს კულტურული დაპირისპირება დაიწყო მაშინ, როდესაც სადაო გახდა რა არის ხელისუფლების წყარო. ორი მოცემულობა იყო სულ, როდესაც ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ ყოველგვარი მიღმიერი და საკრალური უნდა ჩაეხსნას ხელისუფლების წყაროს და ადამიანი უნდა გახდეს ხელისუფლების წყარო, იმ წუთასვე დადგა შემდეგ ინდივიდის როლი. ინდივიდმა კი იდენტობა მოითხოვა. როგორც კი ინდივიდს მიეცა იმის უფლება, რომ ის თვითონ ყოფილიყო საკუთარი იდენტობის გამსაზღვრელი, თავიდან ყველა ფიქრობდა, რომ მხოლოდ რელიგიაზე შეიძლება ლაპარაკი და კი ბატონო, შენ შეიცვალე რელიგია თუ გინდა, ან იყავი ტოლერანტი სხვის მიმართ. მერე იგივე ნაციასთან დაკავშირებითაც, მაგრამ რადგან ეს მექანიზმი ჩაირთო, აღმოჩნდა, რომ ამას დასასრული არ აქვს. და ამან მოუქცა საზოგადოება, როდესაც იშლება საზოგადოება ამ მიდგომით. სწორედ ეს მემარჯვენე მოძრაობების გააქტიურება და აქედან მოვდივარ შემდეგ თუნდაც ტრამპის ეს რეაქციები და ეს დაპირისპირება იმიტომ ხდება, რომ ეს ორი მსოფლმხედველობა, ეს ორი კულტურული დაუშვათ შლეიფი, რომელიც არის გადაფარებული უკვე ორ მხარეთ, შეგიძლია დაარქვათ ამას გლობალისტებისა და არაგლობალისტების შეჯახება, აქ ახლა თავისუფალ სამყაროზე და არათავისუფალ სამყაროზე ლაპარაკი, მაგრამ ეს არაფერს არ მოგცემს თუ ჩვენ მაგის გენეტიკაში ვერ გავერკვევით და მაგის გენეტიკა კი სამწუხაროდ ესეთი, ეს არის აბსოლუტურად მსოფლმხედველობრივი დაპირისპირება, რომელმაც თავისთავად მოიტანა შემდეგ აი ესეთი მძიმე შედეგები და ომი ახლა ეს გახდა ჩვეულებრივად ისეთი მომენტი, რომლის ალბათობა ძალიან გაიზარდა, მაგრამ ნახეთ რა შეასახმე ხა რატომ ამბობს ხა ილონ მასკი ტრამპის გარეშე ხა არ მგონია ძალიან ბევრ განცხადებას აკეთებდეს, მაგრამ გაეროდან გამოსვლას რატო აპირებს? იმიტომ რომ ნახეთ რა მოხდა, როდესაც დაუშვათ გადაწყდა, რომ დიპლომატია არის ერთ-ერთი წარმმართველი სახელმწიფოთა შორის 45 წლის შემდეგ. რა თქმა უნდა, იქ ომი დაარჩა როგორც ერთ-ერთი ინსტრუმენტი ურთიერთობის, თუმცა ყველაზე უკიდურეს შემთხვევებში, მაგრამ ომის წარმოების იარაღები იყო დაზუსტებული. ანუ ჩვენ ვომობთ ხმელეთზე, წყალში, ჰაერში, კოსმოსში, შემდეგ კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარებამ მოიტანა ახალი შესაძლებლობები, მაგრამ იქ არ იყო აღრიცხული ერთი უმთავრესი იარაღი, რომელიც იყო გამოყენებული. ეს იყო რბილი ძალა, როდესაც შენ უკვე ტერიტორიას კი არ იპყრობ, არამედ იპყრობ იქ ცხოვრები ადამიანების ტვინებს და გონებას და ყველა მიხვდა უკვე, რომ რადგან გაეროს სამშვიდობო პოლიტიკაში ამ ინსტრუმენტის საწინააღმდეგო ინსტრუმენტი ჯერჯერობით გამოგონილი არ იყო, ტრამპი ამაზე ამბობს უარს. ამაში ის ჩინეთთანაც თანხმედრილია პრინციპში. იმიტომ რომ ჩინეთი რო შემოვიდა, მას არ აქვს ეხა თავისი რბილი ძალა, მაგრამ ის ცდილობდა თავისი რბილი ძალით შექმნას, ის ცდილობს, რომელსაც ყურადღებას ეხლა მაინდა-მაინც არ ვაქცევდით, მაგრამ მისი რბილი ძალის მთავარი იდეოლოგია იყო, რომ აი ეს რბილი ძალის დასავლური მოდელი, როდესაც ჩვენ შევდივართ და ვიპყრობთ ადამიანის ტვინებს, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა იქზე გავლენა, მოდით ამას თავი დავანებოთ და კულტურულ ცივილიზაციური განვითარების საშუალება მივცეთ იმ ცივილიზაციებს, რომლებიც ერთმანეთთან კონკურენციაში შევალთ. კი ბატონო,
როდესაც ჩვენ რაღაცებზე ვსაუბრობთ, ეხლა თქვენ რომ მეკითხებთ, აი თქვენი მოსაზრება რა არის, მაგალითად, ჩემი მოსაზრება სულ ორ მიმართულებას ითვალისწინებს საერთაშორისო და საერთაშორისო ურთიერთობების. ერთი იყო ლიბერალური საერთაშორისო წესრიგი და როგორც კი ის ირთვება და ეხლა ბოლომდე გამორთული არ არის, მაგრამ მისი გამორთვისკენ მივდივართ ჩვენ, ავტომატურად ირთვება მერე ის წესრიგი, რომელსაც ძალთა ბალანსი ქვია და რეალიზმი ქვია პოლიტიკაში და ეგ იმას ნიშნავს, რომ ევროპის ქვეყნებიც კი ერთმანეთთან მიმართებაში, აი ეს დემოკრატიული მშვიდობა, რომელიც ესეთი მისასალმებელი იყო და რომელსკენაც თითქოს ჩვენ მივისწრაფოდით, როგორც კი მან საერთო გადაწყვეტილების მიმღები რა როლიც ამერიკას ჰქონდა. ის თუ აღარ იქნება იმ ფუნქციის მატარებელი, ევროპის ქვეყნების დაიძაბებიან ერთმანეთთან მიმართებაში. ცოტა ხანში თქვენ მაგასაც დაინახავთ. ამიტომ ახლა ჩვენ უნდა ვიცოდეთ ერთი რამ, რომ ეს პროცესი ჩვენ შიგნითაც ისე დამთავრდება, როგორც გარეთ დამთავრდება და ჩვენ რა დავინახეთ ახლა მოვალულ კაბინეტში, დავინახეთ, რომ აი ამ კულტურულ დაპირისპირებაში ის ერთი მხარე, რომელიც ემზადება სამომავლო დაპირისპირებისთვის, მათთვის აბსოლუტურად მიუღებელია იმ ხალხის აზროვნება, რომელიც აი ძველ სამყაროს, უკვე ძველს უწოდებდი მე მას, იმიტომ რომ რომლებიც ჯერ კიდევ ებოტინებიან იმას, რომ ლიბერალური დღის წესრიგი, როგორც სოფლიოში დომინანტური წესრიგი, კვლავ აღდგება და მოდი ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს არ დასრულდეს. ევროპის ქვეყნები, რომლებიც ახლა ძალიან არათ იყვნენ ამაში ჩართული, განსაკუთრებით ახლა ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, მათი პოზიცია ახლა იქნება ომის გაგრძელება. იმიტომ რომ ახლა უკრაინის მსგავს ძალიან ცინიკურია ეს, მაგრამ ასეთ შესაძლებლობას ისინი ვერ ნახავენ შემდეგ, ხო? იმიტომ რომ მათ აქვთ ორი რამ. პირველი არის ის, რომ ისინი დარწმუნებული არიან, რომ რუსეთი არ გაჩერდება. და ამ წარმატების შემდეგ მათი სამიზნე, რაც ის წერილში, რაც იყო ასახული, რაც 22 წელში გააგზავნა მან დასავლეთში, ისინი ფიქრობენ, რომ რუსები ადრე თუ გვიან, შეიძლება ახლა დღეს ყისიერად არა და გარკვეული ძალა და ენერგია მოიკრიფონ, მაგრამ შემდეგ მაინც დაუბრუნდებიან ამ თემას და ამ გაგებით ახლა უკრაინაზე კარგი სიტუაცია ძალიან ცინიკურად წერს ვიბეორებ ეს, მაგრამ პოლიტიკამ და ასეთმა ურთიერთობებმა არ იცის სენტიმენტები სამწუხაროდ. ამიტომ მათთვის ახლა ასეთი პრეზიდენტი როგორც ზელენსკია, რომელსაც სხვა გზა არ აქვს, აი ესეთი ხალხი, რომელსაც ახლა განკვეული შურისძიებისა და წინააღმდეგობით გაწევის შინაგანი მოტივაციაც აქვს, თუმცა თქმა უნდა იქნება ხალხი, რომელიც ახლა ხედავს, რომ შესაძლებლობები აბსოლუტურად განსხვავებული ერთმანეთისაგან, ადამიანების სამობილიზაციო რესურსი, იარაღი, ეს ყველაფერი რუსების მხარეს არის დღეს, მაგრამ ნუ ხედავთ ჩვენ, რომ ევროპა აი ამ თავის ინტერესიდან გამომდინარე, კვლავ ცდილობს, რომ ეს ომი გაგრძელდეს და მე ვფიქრობ, რომ ის გაგრძელდება მანამდე, სანამ მსხვერპლი არ იქნება იმ ზომის, ძალიან ცუდია, რასაც ახლა ვამბობ, რომ უკვე გამორიცხული იქნება მის შემდგომი გაგრძელება, იმიტომ რომ ეს ომი შეიძლება დასრულდეს ან რუსეთის ჩამოშლით. არ ვიცი ხა ვის აქვს მაგის იმედი. ან უკრაინის მიყვანით იმ მდგომარეობამდე, როცა უკვე ომის გაგრძელებას აზრი აღარ ექნება. როგორც ჩანს, ჩვენ გადავდივართ ამ რეჟიმში და გარდა მაგისა, ევროპელებს კიდევ ჯერათ იმის, ბევრს მაგალითად, რომ რუსეთის ჩამოშლა ეკონომიკური ზეწოლებით და გახანგრძლივებით ბრძოლით კვლავ შესაძლებელია. ანუ ისინი ფიქრობენ, რომ აქ შეიძლება მას განაცხადა, რომ რუსეთის დამარცხების გარეშე შეუძლებელია ჩინეთის დამარცხება. ანუ შემდეგი როგორც ეს უკვე ისე იგი დიდი გეოპოლიტიკური თამაშისთვის გასაგებია ხა წარმატებული რუსეთი ეს ჩინეთ-რუსეთის ალიანსისათვის რა თქმა უნდა ძალიან დიდი პრობლემაა იმ დასავლეთისათვის, რომელიც ამდენი ხანი ხა ყველა ვამბობთ, რომ იმზადებიან ამ დაპირისპირებისათვის, მაგრამ აქ ეს ორი ფაქტორი, როდესაც მათ კვლავ ჯერათ, რომ შესაძლებელია რუსეთი შიგნიდან ჩამოიშალოს, რატომაც არის იქ ეს რწმენა, რომ ახლა მაინდა-მაინც საზღვრების აღდგენა კი არ არის მთავარი მიზანი, მთავარია გაიწელოს ეს ომი რამოდენიმე თვე და ამ ხნის განმავლობაში რუსეთში ისინი ელიან, რომ შიგნით რაღაცა პროცესი მოხდება. მოცემულობაში მაგალითად იგივე ტრამპის ხელში, როდესაც ის საუბრობს სამშვიდობო პოლიტიკის მნიშვნელობაზე და საუბრობს, რომ ნებისმიერ ფასად უნდა დასრულდეს ეს ომი. რამდენად ვთქვათ, მოახერხებს ერთის მხრივ ტრამპი იმას, რომ ევროპის ლიდერები მათ შორის შემოიკრიბოს გარშემო და ფაქტია, რომ მზაობა ამ მხრივ, მაგალითად იგივე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებას თუ გავიხსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტთან ერთად ისინი მზად არიან ერთიანი შეჩერების თაობაზე და ზოგადად გეგმასთან დაკავშირებით განიხილონ ეს გეგმა ტრამპთან მიმართებაში და ერთიანი ძალებით შეუტიონ აი ამ ომს.
და დაასრულონ. როგორ ხედავთ ამოცემულობას და რაც მთავარია, ასევე მაინტერესებს, რამდენად არის შესაძლებელი რუსეთის ჩართულობის გარეშე ამ ომის დასრულება, მოლაპარაკების პროცესში რუსეთის ჩართულობის გარეშე, რადგან სწორედ ამ მიმართულებით ისმის სხვადასხვა ევროპელი ლიდერების მხრიდან პრეტენზიები ტრამპის მისამართით, რომ ის არ არის იმდენად ხისტი რუსეთის მიმართ, როგორც უნდა იყოს. ეხლა ყველა იმ მხარეს, რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ, აქვს თავისი мотиваცია. მე ვფიქრობ იმაზე, რომ აი ევროპელი იმ ლიდერების мотиваცია, რომლებიც საფრთხეს ხედავენ კვლავ რუსეთში, ტრამპის мотиваცია და შეფასებები სხვა არის. ის პირდაპირ საფრთხეს არ ხედავს რუსეთისაგან, რა თქმა უნდა. მისთვის სულ სხვა мотиваციები არის, მაგრამ მე მგონია, რომ ის мотиваცია, როდესაც ჩვენ კვლავ საფრთხეს ხედავ რუსეთში, რომელიც ეხლა თუ არ შეასუსტე მინიმალურამდე, რამდენადაც ეს შესაძლებელია და ამ დროს არ ამბობ ხმამაღლა, მაგრამ პრინციპში რამდენი ათასი უკრაინელი დაემატება კიდე ამას. არ ითვალისწინებ, ფაქტი ეს არის და ასევე იმედი რომ გაქვს იმის, რომ მისი მასზე ზეწოლა რუსეთზე კვლავ შეიძლება რაღაცა შედეგებით დამთავრდეს, ეს ორი мотиваტორი მე მგონია, რომ უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე დანარჩენი мотиваციები. ანუ ესენი რას ამბობენ ეხლა? დიპლომატია, საგარეო ურთიერთობებია, რა თქმა უნდა, ბრიტანეთს და ყველა ევროპულ ქვეყანასაც არ ატყობს ახლა ღიად დაპირისპირება ამერიკასთან და ამას არც გააკეთებენ. სულ სხვა თამაში რო წავიდეს, ახლა დიპლომატები გამოვლენ და მაინც ისეთ სიტყვებს იტყვიან, რომელიც ახლა ასე მძაფრი შეიძლება არ იყოს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ომი გაგრძელდება გარკვეული პერიოდი მანამდე მაინც, სანამ სამწუხაროდ უკრაინა არ იქნება მიყვანილი ისეთ მდგომარეობაში, როდესაც ომის გაგრძელებას არ ექნება არავითარი საფუძველი და ისინი ფიქრობენ, რომ ამ პერიოდში რუსეთის დასუსტებად შეიძლება მოხდეს, რატომღაც არის ასეთი წარმოდგენა, რომელიც შემდეგ უფრო ნაკლებ საშიშროებას შექმნის ევროპისათვის. ეს მოსაზრება, რომელიც არ არის ერთადერთი მოსაზრება, რამოდენიმე სხვა პოზიცია შეგვიძლია ჩვენ განვიხილოთ, მაგრამ მე მაინც დომინანტია მგონია, იმიტომ რომ რამდენადაც ვიცნობ ამ ევროპულ ქვეყნებს მათ აი ამ რაღაცა დამოკიდებულებას იმ სპირალთან, რომელშიც მათ თავიანთი თავი შეიყვანეს თვითონ. ეხლა იქიდან ძნელია გამოსვლა უბრალოდ და აი ეს განცხადებაც, რომელიც გაკეთდა, რომ ხა უფრო საშიში მშვიდობა არისო უკრაინისთვისო. ფაქტიურად ისინი გულისხმობდნენ თავის თავს. როდესაც ამბობს ხა ამ ხალხ ქვეყნის ლიდერი, რომ უკრაინისთვის მშვიდობა ხლა უფრო საშიშია, ვიდრე ომის გაგრძელებაო, ის საკუთარ თავს გულისხმობს ამაში. რაოდენ სამწუხაროდ არ უნდა იყოს და ადამიანები ხა გასაოცარია ხოლმე, რომ ხა მე ხო ასე ვხედავ არა. მე ასე ვხედავ, იმიტომ რომ ჩემი შეფასების ინსტრუმენტები, რომელიც მე მაქვს, სხვადასხვა იდეებს, სხვადასხვა სოფლმხედველობას ებრძნება და გავიგე, რომ ასეა და სუმინდა დავინტერესდა იქეთ მხარე როგორ უყურებს ამას და ახლა აქ იმიტომ ვთქვი, რომ ეს კულტურული ომია, რომელსაც ფაქტიურად ეს უფლებების თემა იმდენად მაქსიმუმზე აქვს აყვანილი, რომ აი იქ არიან რაღაცა არ მინდა ეს სიტყვა ვიხმარო, მაგრამ გაჭედილები, რომ აი უფლება აქვს, რომ უკრაინას მიიღოს ის, რაც ის უფლება აქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ შესაძლებლობა აღარ აქვს და პასუხისმგებლობა. საიდან აქვს ამ შესაძლებლობა? აქ ხო ძალთა ბალანსია უბრალოდ ლაპარაკია რა. რამდენჯერ ითქვა ხა სამხედრო სპეციალისტების მიერ, რომ მეც არ ვიცოდი ახლა ესე ზუსტად, მაგრამ თურმე ამ ხელა მნიშვნელობა артиლერიას ქონია, სამობილიზაციო რესურსს ქონია. გარდა მაგის ეს რუსები ისეთი კატეგორიის ხალხი ახლა საუკუნეები ესე რაც უფრო მეტად შედიან ომში, მით უფრო ძლიერდებიან და ამათ იმედი აქვს, რომ ესენი მით უფრო დასუსტებიან და არ არის ეს ამ კატეგორიის ხალხი ახლა მოგწონს თუ არ მოგწონს ეს სხვა თემაა. ესენი ასეთები არიან და ევროპა პირიქით სხვა არის. ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერა არ ექნება უკრაინას ამერიკის შეერთებული შტატების, მაშინ რა მოცემულობამდე შეიძლება მივიდეთ? ჩემი აზრით მხოლოდ იქამდე მივალთ, რომ უკრაინა კიდევ უფრო მეტ ტერიტორიებს დაკარგავს და კიდევ უფრო მსხვერპლი იქნება. იმიტომ რომ თუ საწინააღმდეგო სცენარი შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, მაშინ ბრუნდებით იმ ვარიანტზე, როდესაც ახლა თავიდან იყო ლაპარაკი, რომ აი რუსეთისგან რას უნდა ველოდეთო, ბრძოლის ველზე თუ დამარცხდებაო, მახსოვს ერთხელ მგონი თქვენთანაც განვიხილავს ეს სენატში ნათქვამი ანგარიშის თემა იყო, რომ რუსეთისგან რას უნდა ველოდესო კითხეს წინა დაუშვათ იქ მაშინდელმა წარმომადგენლებმა და როდის უნდა ველოდეთო მისგან სტრატეგიული იარაღის გამოყენებას და უბრალოდ ჯერ კითხეს, რომ ჩვენი მიზანი რა არისო? ჩვენი მიზანი არის რუსეთის დამარცხებაო ბრძოლის ველზე და თუ და ამ ატომური იარაღის გამოყენების საფრთხე როდის არისო? რუსეთი თუ დამარცხდება ბრძოლის ველზეო. აი ესეთი ურთიერთ გამომრიცხავი
პოზიციები ქონდათ მან და ჩვენ შეიძლება ხა დავბრუნდეთ მაშინ მაგ პოზიციაში. თუ ამათ იმედი აქვთ, რომ ესენი კვლავ მიიყვანენ იქამდე, ნუ ძნელი წარმოსადგენია ახლა თუ მართლა შიგნით ახლა ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ახლა თუ ვინმეს გონია, რომ რუსეთი შიგნიდან ჩამოიშლება და რაიმე ესეთ ინფორმაცია აქვს, რაც მე არ მაქვს, რა ვიცი, ეგ გამორიცხული არასოდეს არ არის, მაგრამ რაც მე მაქვს ინფორმაცია, რაც იმ ანალიტიკოსებს აქვს, ვისაც ახლა მე ვკითხულობ თუ უსმენ, არავის არ აქვს. ეგ შეგრძნება, რომ რამოდენიმე თვეში შეიძლება რუსეთი ჩამოიშალოს. მაშინ, როდესაც რამოდენიმე თვეს უკრაინა უკვე ვეღარ გაუძლებს და როდესაც ჩვენ უკრაინას მაინც უბიძგებ ამისაკენ, იმიტომ რომ იდეები გამოძრავებს და თავისუფლების იდეა მოგწონს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ნუ რა ვიცი, ახლა ეს საზოგადოება უნდა განსაჯოს. მე იმიტომ ვილაპარაკე თავიდან ამდენი, რომ აი უფლებებზე კონცენტრირებულმა მსოფლიომ დაკარგა ობიექტურობის შეგრძნება ფაქტურად და სიტყვა პასუხისმგებლობა გახდა რაღაცა მეორე ხარისხოვანი. აქ უკრაინას უფლება ბოლომდე იბრძოლოს, მაგრამ პასუხს ვინ აგებს ამაზე და ნუ ეგ სიტუაცია ხალხი გამომდინარე მსოფლიო დგას მესამე მსოფლიო ომის რა თქმა უნდა დგას რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს კულტურულ დაპირისპირებას მე იცით რატომ უსმევ ხალხს და რატომ არ შეიძლება ამის იგნორირება, იმიტომ რომ იდეოლოგიური რაღაცა ორიენტირი ძალიან ახლოს არის ფანატიზმთან. როდესაც გმირობას ადამიანები ჩაიდენენ ხოლმე, როცა მიას ტერიტორიას ვიღაც იპყრობს, ეგ ასაგებია, როცა შენს ახლობელს, საყვარელ ადამიანს ვიღაც უტევს, მაშინ გმირობა თავისთავად შეიძლება ესე ჩაიდენო, არც კი ფიქრობდე მაგას. როცა იდეა და სოფხედველობა ხდება შენი თავგანწირვის დაუშვათ მიზეზი, იქიდან ფანატიზმამდე ძალიან ცოტა მანძილია და ხა ფანატიზმამდე რომ მიიყვან შენ საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს, რომელიც იდეოლოგიურად გიპირისპირდება, იქ სულ სხვა მექანიზმები შეიძლება ჩაერთოს, რომელსაც ახლა ჩვენ ასე ადვილად შეიძლება ვერ ხედავდეთ. მესამე მსოფლიო ომი მე ყოველთვის ვიხსენებ ხოლმე, ბევრი კონფლიქტები უკვე, რა ვიცი, ასაკიც ისეთი მაქვს, რომ ინახავს დაუშვათ აქ სხვაგანაც, ხო? სულ ვიხსენებ ხოლმე კონფლიქტის წინა დღე არასოდეს არ მიანიშნებს ხოლმე იმას, რაც მე მეორე დღეს მოხდება. ადამიანები სულ უკარგ სცენარზე ფიქრობენ და ვერ წარმოუდგენიათ, რომ ეს სიტუაცია და სცენარი, რომელსაც დღეს ხედავ, შეიძლება მომენტალურად გადაიზარდოს ისეთ უმართო პროცესში, როცა მე უკვე ამას ვეღარ მოვბრუნებ და ხა ტრამპი ისეთი ფსიქოტიპია ხა ზოგს არ მოწონს და რა ვიცი, რას არ ამბობენ მასზე, მაგრამ ჩემი აზრით მას და განსაკუთრებით ვიცე-პრეზიდენტს ეხა ჯეიდი ვენსზე ბევრი ინფორმაცია მოვაგროვე, რაც ჩემეძლო და ეს ის ხალხია, რომელიც აი პრაგმატიზმს უყურებენ, ეს ახლა ტრამპის სხვა გზა არის, ჯეიდი ვენსი კიდევ სულ სხვა გზა არის. მისი მხარდამჭერები და პირდაპირ შეიძლება ითქვას, მისი მასწავლებლები რამოდენიმე, რომელთა სოფხედველობასაც შევეცადე, კარგად გავცნობოდი, ესენი ძალიან კარგად ხედავენ, ესე იგი პოლიტიკური რეალიზმის იმ აუცილებლობას, რომელშიც ახლა შევიდა მსოფლიო და ის მსოფლიო, რომელიც ამას ვერ აღიქვამს, ის ძალიან საშიშია, იმიტომ რომ ისინი აპელირებენ იმ იდეებით, რომელთა პერსპექტივაც აღარ არსებობს, მაგრამ აქ ფანატიზმი და აუშვათ ისეთი შეხედულებრივი კრიტერიუმები შემოდის, რომ ამას შეიძლება ვერ მართო შენ და გასაგებია, რომ ევროპას პრაგმატული მიზნებიც აქვს, ბევრი დამოკიდებულება რუსეთთან, იქ გაყოფილი აზრი, ყველა ასე არ ფიქრობს. ეხლა ბალტიის პირელების და პოლონელების დამოკიდებულება და კიდე რამოდენიმე ქვეყნის სხვა არის. ამ ენერგეტიკული დამოკიდებულების ხალხის დამოკიდებულება კიდევ სხვა არის, მაგრამ საბოლოო ჯამში სპირალია. შეიძლება ასე ადვილად ვეღარ გამოვიდნენ ისინი ამ სპირალიდან და თანაც ხედავენ, რომ ეხლა თუ ამერიკა დისტანცირდება მათგან, ევროპა ძალიან დიდი სივრცეა ხა მას თავისთავად შინაგანად ეხლა შეიძლება ჩაერთოს ესეთი მექანიზმები, რომ მას თვითგადარჩენის ინსტინქტი თუ ჩაერთვება, ისინი ბევრ რამეზე წავლენ და აქ პრაგმატიზმი წამოვა. ამერიკა მართლაც გადაწყვეტა რომ დისტანცირდეს ევროპისგან. მე მგონია რომ ისინი მაინც წავლენ ომის გამწვევების ფაზა რომ შემოიტანონ. იმიტომ რომ თუნდაც მე მოლაპარაკების ფაზაში დაუშვათ კიდე სხვანაირად გამოჩნდეს მათი როლი. ესე რომ გავიდნენ ახლა საერთოდ და დაემორჩილონ ამას და ესე რომ მოხდეს ევროპა უკვე არაფერი აღარ არის ამ წუთას. ისინი ვერ შეეგუებიან ამას და ხა თუ ომი მათი მხარდაჭერით კვლავ გაგრძელდება, ათასნაირად შეიფუთება მე ეს ყველაფერი და რომც გამოვიდნენ, თითქოს სხვანაირად გამოვლენ აქედან. ანუ აქ მუშაობს ისეთი მექანიზმები, რომელსაც საქმე რაშია, იცით, ადამიანებმა რამოდენიმე საუკუნეა განსაკუთრებით ცდილობს ადამიანი მოიფიქროს სამართლიანობის ადამიანისათვის გასაგები პრინციპები. მაგრამ ეს პრინციპები სამართლიანობით ხშირად უპირისპირდება ისტორიულ კანონზომიერებას. ისტორიული კანონზომიერება სხვანაირად სჯის.
იქ ძალას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ადამიანს ურჩევნია იყოს ზედა სამყარო, სადაც ძალა ყოველთვის შეიძლება იყოს ვიღაცის მიერ მართვადი და სამართლიანობის მისი გაგება გახდეს დომინანტი სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებში, მაგრამ სამწუხაროდ არ ხდება ესე და აი პრაგმატიზმი და რეალ პოლიტიკა სწორედ მაგას გულისხმობს, რომ მან არ იცის ცუდი და კარგი ბიჭები. აი ეს არის ჩვენი განსხვავება იმ სოფოდოლობრივ განსხვავებაში. რეალ პოლიტიკის დროს ცუდი და კარგი ბიჭები არ არსებობენ და არ არსებობს სიკეთესა და ბოროტება შორის ბრძოლა, არსებობს კონკურენცია უსაფრთხოების საკითხებზე. როდესაც რადგან არ არსებობს გარანტორი იმისა, რომ როდესაც შენ რაღაცა გაგიჭირდება, ახლა ასეთი ტერმინებით რო ვილაპარაკოთ, ვისაც მიაკითხავ, ამიტომ შენ იძულებული ხარ ყველაფერი გააკეთო იმისათვის, რომ რაც შეიძლება ძლიერი გახდე და გააფართოვო შენი არეალი და შენი პირდაპირ კონკურენტი ვინც არის, ყველაფერი გააკეთო იმისათვის, რომ ის დასუსტდეს და მისი გავლენები შემცირდეს. ეს პრინციპში შეფარულად ადრეც მუშაობდა. ჯოზეფ ნაი, რა ვიცი, დაგუგლეთ, ნახეთ, რბილი ძალის და შემდეგ ჭკვიანი ძალის და რა ვიცი, 1000 რაღაცა ინსტრუმენტების ავტორი, რომელიც ზუსტად მაგ თეორიებს ამუშავებდა და სამწუხაროდ ახლა, როდესაც მე ეს იარაღები ჩამოვთვალე, რომელიც ახლა ომის არსენალში არ შედის თქო, ეს იარაღი, რომელიც არ შედიოდა არსენალში, არის კოგნიტური ომი, რომელიც ომის ჩვეულებრივი ფორმაა. ეს ომი ჩვენ წავაგეთ აქ. ჩვენ მე ერთხელ თქვენთან ვთქვი და გავიმეორებ, რომ მარტო 20% ტერიტორიები კი არ დავკარგეთ. ჩვენ ადამიანების გონებების, მე მგონი არ ვიცი რამდენი პროცენტი დავკარგეთ, მაგრამ ეს ომი შედგა, ჩვენ დაგვიპირისპირდნენ, ჩვენთან გაიმართა ეს კოგნიტური ომი და საქმე რაშია იცით, ახლა ნებისმიერი პოლიტოლოგი გეტყვით, რომ პოლიტიკა უნდა ამოიზარდოს ისტორიისაგან და დაუშვათ შენი კულტურისაგან. ჩვენ მივიღეთ პოლიტიკა, რომელიც ამოიზარდა სხვა კულტურისაგან და სხვა ისტორიისაგან. და ხვდებით როგორ გაიხლით ჩაეს. პოლიტიკა ის ცუდია თუ კარგია შენი ისტორიის და შენი კულტურის ნაწილი უნდა იყოს და ჩვენ ყავს პოლიტიკოსები, რომლებიც სხვა ისტორიის და სხვა კულტურის ნაწილი არიან. მე არ ვაკრიტიკებ იმ კულტურას და ისტორიას, უბრალოდ ის სხვა იყო. ან ყველა უნდა გადავსულიყავით იქეთ. და ამას რაც მოყვებოდა ეს მეორე თემაა. რადგან ყველა ვერ გადავყვევით, იმიტომ რომ იყო ხალხი, რომელსაც საკუთარი კულტურა და ისტორია უფრო გვაინტერესებდა. ამიტომ გავიხლიჩეთ ჯუაზე. ამიტომ ამ სიტუაციაში ახლა სულ ვამბობ ხოლმე ამას. ძალიან მნიშვნელოვანია ვინ არის მართალი, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ერთმანეთს რას უპირებს, როცა ასე ვარ გახლეჭილები, იმიტომ რომ ხო უკვირდებით ახლა ნებისმიერ დიალოგს ახლა რა ეს ჭიქა ჩემთვის ყველაფერია თუ ოპოზიციაშია და იქეთ ხარს ადამიანი, იმისთვის ეს ფერი არ არის ეს ჭიქა. ყველაფერი სხვადასხვანაირად სხვანაირად ხედავს. უნდა კითხოთ, მინდა რომ მოვასწრო კიდევ ერთი შეკითხვა, მაგალითად იმ შემთხვევაში თუ როგორც თქვენ ამბობთ, ევროპა დაინტერესებული არის უკრაინაში ომის გაგრძელებით, მეორეს მხრივ შტატები დაინტერესებულია სამშვიდობო პოლიტიკით, რომ ომი დასრულდეს იქ. თუ კი ვერ მოხდა შეთანხმება ერთგვარად, რამდენად არის იმის ალბათობა და საშიშროება, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპას შორის უკიდურესად დაიძაბოს ურთიერთობა? რა მოცემულობა შეიძლება დადგეს ასე? არა, ამაზე მეტად ეხლა რა უნდა დაიძაბოს ახლა ერთმანეთში ომს ეგენი არ დაიწყებენ, ყოველ შემთხვევაში ტრამპი გააკეთებს იმას, რაც შეუწყვეტს და ახლა ბრიტანეთი, თუნდაც ეს პოლონეთი, თუნდაც ქვეყნები, რომლებსაც იარაღის მიწოდება მათ კიდე შეუძლიათ პრინციპში. დაფინანსების გაზრდა შეუძლიათ იმისათვის, რომ 1.6 მილიარდი ხო, ანუ ეს ამით ისინი დააფიქსირებენ იმას, რომ ისინი არიან სუბიექტები. აი ამ შეკავების პოლიტიკის ფორმატშიც ისინი სუბიექტები არიან, რომლებსაც შეუძლიათ პროცესების წარმართვა. აი ესეთი ცინიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული ჩემი აზრით და გაგრძელდება ომი და სამწუხაროდ ახლა ვიღაცას შეიძლება ქონდეს მათ შორის ილუზია იმასთან დაკავშირებით, რომ იცით რა არის ახლა ერთი ასეთი ნაწარმოები იყო წიგნი, რომელიც ამას ეხებოდა და მისი მთავარი შინაარსი ის იყო, რომ ლიდერები შიგნით უფრო ბევრ სიტყვები არ ვიდრე გარეთ ერთმანეთთან ურთიერთობაში და ასეა ნამდვილად. პუტინი საკუთარ ქვეყანაში გაცილებით მეტ სიტყვებია ალბათ საკუთარ ხალხთან, ვიდრე გარე სამყაროსთან. ისინი არ მიიღებენ მაგას თანამ არიან აი მოცემულობას რაც ეწერა დაუშვათ აი პირველ გაგზავნილ წერილში ამ ეტაპზე შეიძლება იმის პრეტენზია არ ქონდეთ და ტრამპს ახლა ერთადერთი მაგის პერსპექტივა უნდა დაინახოს რუსეთთან, რომ ამან უკრაინის აი ბუფერის გაკეთებით არა რეალისტურია ბატონო რომან. საბოლოო ჯამში მაინც ეს დადგება შედეგი. და აქვს მაგალითად იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებს რომ არა მე რაზე ვსაუბრობ, ვიცით რომ ტრამპის მიზანი არის რომ ახლა ევროპას რაც მოთხოვა
რუსეთმა ახლა ძველი საზღვრები სადაც იყო იქამდე მიდიდო. ტრამპის მიზანი ჩემი აზრით არის ის, რომ ის არ მივიდეს აქამდე და რუსეთმა აი ეს ბუფერული ზონა, რადგან მას აქვს პრეტენზია და სადაც სამწუხაროდ ჩვენს მოვიაზრებით. აი ამით დაკმაყოფილდეს. ეს იქნება მაგისი მიზანი. ამ წუთას ეს არის, მაგრამ ევროპისთვის სწორედ იმ შიშებიდან გამომდინარე, სწორედ იმ ცრუ იმედებიდან გამომდინარე, სწორედ იმ იდეოლოგიური რაღაცა ნაზავიდან გამომდინარე, რომელსაც ისინი გარკვეულ სპირალში შეიყვანა, მათ ახლა ლოგიკურად აი სპირალი მიიყვანთ მათ ომის გაგრძელებამდე, ჩემი აზრით, მეტ-მაგნას რო ასე არ მოხდეს და რაღაც მომენტში მე მგონი სწორია ტრამპი, როცა ეუბნებოდა ზელენსკის, რომ ეს მათთვის საუკეთესო ვარიანტია დღეს. დაუშვათ დათანხმდნენ იმ პირობებზე, რომელსაც ის თავაზობს, იმიტომ რომ ათასობით უკრაინელის სიცოცხლე გადარჩება და საბოლოო ჯამში თუ გარანტიებზე ახლა ლაპარაკი, თუ საფრთხე არ იქნება. ხო, გასაგებია და თუ ახლა რუსეთისათვის გარანტიები არის ნეიტრალური უკრაინა. და მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ აი უფლებებისა და მოვალეობების თემას. თუ შენ ამ სიტუაციას მიუდგები, აქვს თუ არა უკრაინას უფლება რომ ასე არგია, აქვს უფლება როგორ არა. პასუხს ვინ აგებს? პასუხისმგებელი ვინ არის ამ უფლებასთან დაკავშირებით? აი ეს დისბალანსი რო არის, აქვს რუსეთს უფლება, არა აქვს. მაგრამ ის იმის მიხედვით კი არ იქცევა, ჩვენ რას ვფიქრობთ, მას რის უფლება აქვს თუ არა აქვს. ის თვითონ როგორც ხედავს, ისე იქცევა. და ამიტომ ეს რო დააბალანსო, რა ძალითაც გიტყავს, მაშინ იგივე ძალით უნდა დაარტყა. ახლა ელემენტარულ ფიზიკის კანონებზე ვლაპარაკობთ. ხალხს რატო არ ესმის ეს გაუგებარია, მაგრამ გაუგებარი არ არის, იმიტომ რომ ხომ გითხარით, ამდენი აქცენტი ამ უფლებებზე, ორიენტირებულ სამყაროზე, იმიტომ გავაკეთე, რომ ეს დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა ეს შეხედულება, რომელმაც პრინციპში აი ესეთი აბსტრაქტული ხედვა მოიტანა რაღაცა მომავლის და ადამიანები, როდესაც რაღაცა აბსტრაქტულ მომავალს ხედავენ და იქითკენ მიისწრაფიან, ითვლება, რომ ეს არის გაცილებით უფრო ღირსეული ქმედება, ვიდრე დაუშვათ ისტორიული კანონზომიერებების გათვალისწინება. იმიტომ რომ ძალიან ბევრი ავტორი, რომელიც პოპულარული იყო ბოლო წლების განმავლობაში, სწორედ მაგას ამტკიცებდა, რომ ადამიანი უკვე არის მზად, რომ თვითონ შექმნას ისტორიის კანონზომიერებები. ეს არის მთავარი, მაგალითად იუვალ ჰარარი, რომელიც ძალიან პოპულარულია ჩვენს ახალგაზრდებში. რას ამტკიცებს იუვალ ჰარარი? ძალიან ნიჭიერი და საინტერესო ავტორია, მაგრამ ის სწორედ მაგას ამტკიცებს, რომ შემთხვევითობები იყო და ბევრ შემთხვევაში დომინანტი დაუშვათ სოფლიო ისტორიის შემთხვევაში და ეხლა ჩვენ ადამიანები უკვე გავიზარდეთ იმ დონემდე, რომ ჩვენ შეგვიძლია შემთხვევითობები გამოვრიცხოთ და ისტორიის მართლები გავხდეთ ჩვენ, მაგრამ საერთოდ ეს რაშია იცით საქმე? ბატონო, უნდა გკითხოთ აუცილებლად იმის გათვალისწინებით, რომ დრონ ფაქტობრივად უკვე ამოიწურა საქართველოზე რა გავლენა შეიძლება იქონიოს, რა გავლენას მოახდენს და რაც შეცვლის, რაც მთავარია საქართველოსთვის და ზოგადად ჩვენი რეგიონისთვის უკრაინაში ომის დასრულება, ტრამპის სამშვიდობო პოლიტიკა რა ეფექტი ექნება ამას ჩვენზე და როგორ აისახება? ჩვენი მიზანი ეხლა უნდა იყოს, ბატონი რუბიო იძახდა, რომ დაველაპარაკოთ რუსებს და გავარკვიოთ ერთი რა უნდათ მაგათო და ჩემ ხელისუფლებასაც ვეუბნები, იქნებ თქვენს გამოძებნოთ მეთოდი, რომ დაელაპარაკოთ როგორიმე ფორმატი, რომელიც მისაღები ამ ურთიერთობებისთვის, რომელიც გვაქვს და გაარკვიოთ რა უნდათ ამ რუსებს. იმიტომ რომ ჩვენი ერთადერთი შანსი არის გავარკვიოთ, რომ შეგვიძლია თუ არა ჩვენ გვქონდეს დამოუკიდებელი განვითარების უფლება და შესაძლებლობა. რატო უფლება კი არა, მოვალეობებთან შეფარდებული შესაძლებლობა, თუ ჩვენგან საფრთხე არ ემუქრება რუსეთს. ეს სანამ არ ამოიწურება, მანამდე ჩვენ ახლა თავგანწირვის მექანიზმები რო ჩავთოთ, ჭკვიანური არ იქნება უბრალოდ. იმიტომ რომ როდესაც შენ უპირისპირდები ასეთ თემას, ჩვენთვის ახლა შეიძლება ევროპის შემთხვევაში დადგეს იგივე მოცემულობა, რაც ნატოს შემთხვევაში იყო. ამას ვიმეორებ ხოლმე ამ კონსტრუქციას, როცა შენ გინდა გაახდე რაღაცა ორგანიზაციის თუ სივრცის წევრი და შენი მეზობელი ამას ტრად მიჩნევს, მაშინ თუ ეს სივრცე შენ არ დაგეხმარება, მაშინ შენი მეზობელი შენ დაგჩაგრავს. აქ ეხლა შენ თუ ამ კონსტრუქციას ეწინააღმდეგები, ორი ვარიანტია. ან ფიქრობ, რომ დახმარება იქნება ისეთი, რომელიც მოგეხმარება შენ, ან ფიქრობ, რომ რუსეთისგან ზეწოლა არ იქნება სერიოზული. გავიგე, შეიძლება გქონდეს ეგეთი შეხედულება, მაგრამ თუ ამაში მეთანხმები ამ კონსტრუქციაში და მაინც გინდა რომ გაამწვავო და შე როგორც გინდა ისე წაიყვანო, მაშინ თავგანწირვის მექანიზმი უნდა ჩართო და თავგანწირვის მექანიზმის ჩართვას მაშინ აქვს აზრი, როცა შენ ამოწურე და არჩევანი არ აქვს და ჩვენზე როგორ იმოქმედებსო ახლა, როდესაც მეკითხებით, ტრამპის დამოკიდებულება რუსეთის მიმართ არის ამ წუთას გამოკვეთილია ის, რომ
ის თუ გადადის ძალთა ბალანსის თეორიის მიხედვით მოქმედებაზე და ეს ფაქტია რომ გადადის, მაშინ ის აპირებს რომ გაითვალისწინოს ის რომ ეხა რუსეთს რომ უნდადეს მექსიკაში დაუშვათ გააკეთოს თავისი სამხედრო ბაზები და მიერთოს რაღაცა რასაც იზამდა თვითონ ის ცდილობს რომ გაგებით მოეკიდოს რომ იგივეს აკეთებს რუსეთი, როდესაც მის კარებთან არის დაუშვათ ნატოს და გაფართოების თემა. ამიტომ ის აპირებს ამას გაგებით მოეკიდოს. აქ ვართ ჩვენ. ამიტომ ჩვენ უნდა გავიგოთ ახლა თუ ჩვენ ვიტყვით უარს იმაზე რომ არარეალისტური რაც არის, ჩვენ შეგვიძლია თუ არა მხოლოდ ამით მოვიპოვოთ ჩვენ დამოუკიდებელი განვითარების უფლება, იმიტომ რომ ჩვენთვის თავარი რა არის? თუ დემოკრატიის მშენებლობა გვინდა, ერთი არაფერი გვეტყობა დიდათ ამის უნდა რომ გქონდეს ჯერჯერობით კლიენტ თელ საზოგადოებას, მაგრამ იქნებ ამაზე კონცენტრირდეთ. რომ იქნებ ისეთი სახელმწიფო ავაშენოთ ჩვენთვიდან როგორიც გვინდა და ჯერ უნდა გავიგოთ ზუსტად თუ საფრთხე არ ემუქრება ჩვენგან რუსეთს, ჩვენ შეგვიძლია დამოუკიდებელი განვითარებისთვის ჩამოვყალიბდეთ და სხვათა შორის რადგან ომზე ვსაუბრობ, ეს ომი შეიძლება ყველასთან მოვიდეს, მე არავის არ ვაშინებ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენთან შიგნით ეს კულტურული დაპირისპირება ჩვენ როგორმე მივიყვანოთ იმ სტადიამდე რომ ჩვენ გაერთიანების პოტენციალი გვქონდეს. იმიტომ რომ ნურავის ნუ დავიწყება ეს სტრატეგიულ სიმაღლეებზე ლაპარაკი, საფრთხე შეიძლება იქიდან მოვიდეს, რომელზეც საერთოდ დავფიქრობ დღეს. ყველამ უნდა იცოდეს, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც შეიძლება არ დაგამარცხოს, მაგრამ ერთი ისეთი მუშტი რომ მოხდება შენგან, რომელიც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, სანამ ეგეთი ქვეყანა არ გავხდებით, არაფერი აღარ გამოვა მსოფლიოში. მხოლოდ რაღაცა დემოკრატიული იდეებით ჩვენ ვეღარ გავაგრძელებთ არსებობას, თუ არ შევიქმნით ისეთ ქვეყანად, სადაც ჩვენი საჭირო მუშტიც უნდა გქონდეს და შინაგანად ახლა დემოკრატიის მშენებლობა ძალიან ბევრი მოცემულობა უნდა. მოქალაქე და ადამიანი უნდა, რომელიც გარკვეულ დონემდე მაინც არის განვითარებული და შეუძლია სხვისი მოსაზრების მოსმენა. ეს არის მთავარი. ძალიან დიდი მადლობა რომ გვესტუმრეთ და იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი. რომან კაკულია საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ასეთი იყო დღევანდელი აქტუალური თემა. გემშვიდობებით პარასკევამდე დროებით.